განმავლობ გამოშვება საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარმა მურმან დუმბაძემ საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, რომელიც აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაციასა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნას ითვალისწინებს. Ამ ეტაპზე აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა და იურისტების შეფასებით მისი ბიუჯეტიდან დაფინანსება უკანონოა. აჭარის ტელევიზიაში სულ 260 ადამიანი მუშაობს, მათი სურვილია ტელევიზიამ რეგიონალური მაუწყებლის სტატუსი მიიღოს. საუბარია ტელევიზიის გაყიდვაზეც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტის პარლამენტში გაგზავნამდე მისი საჯარო განხილვა უნდა მომხდარიყო. იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს პარლამენტი უარს იტყვის ამ ცვლილებების თაობაზე, ალბათ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ტელევიზიის სასარგებლო და სიტყვის თავისუფლების სასარგებლობით იქნება მიღებული და აჭარის ტელევიზია გარდამავალი პერიოდისთვის ამავე სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. გადავწყვიტოთ ჩვენ გვინდა თუ არა საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბება და ეს გადაწყვეტოს უმაღლესმა საბჭომ, ხოლო გარდამავალ პერიოდში მთავარია რომ მოექცეს იურიდიულ ფარგლებში არსებული ფორმა და ცოტა დრო განისაზღვროს იმისთვის არაუმეტეს 1 წელი, რომ გადაწყდეს ბოლო-ბოლო კონკრეტულად ან კონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ან მას მიენიჭოს სხვა ფორმა. კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ეს სტატუსი.